საღამოშიდობისა ძვირფასო ტელემოყურებელო, მოგესალმებით. ეს 2026 წლის 5 აპრილი. საქართველოში ბზობის დღესასწაული. მინდა მოგესალმოთ საქართველოს ძველი დედაქალაქიდან. იქ სადაც ვძამდებით, იქ სადაც ხართ და ჩვენს სულს, ჩვენს გულს და ჩვენს წმენას აღვნიშნავთ. ძვირფასო ემიგრანტები, სადაც არ უნდა იყოთ, სოფლიოს რომელ ქალაქში. სოფლიოს რომელ კონტინენტზეც. ერთ რამეს გთხოვთ, იქართვებთ. ყველგან აკეთებთ ქართული საქმე. ყველგან მიეცით თავს უფლება და საშუალება, რომ თქვენი ქართული ნიჭი, თქვენი ქართული სიძლიერე გამოავლინოთ. ჩვენ კი აქ დარჩენილები მიგიხედავთ სამშობლოს, გავუფრთხილდებთ, გავაკეთებთ იმას, რასაც თქვენ ასე ძალიან ნატყუებთ. აქედან საქართველოს უძველესი დედაქალაქიდან ბზობის მადლი მინდა ფარავდეს. მინდა ერთი რამე ვისურვო, ძალიან მალე დადგებოდეს ის დრო, როცა ყველა ერთად ვითხრით, დიახ, ერთიან საქართველოს გავამარჯოს. იქ სადაც თქვენ ხართ, თქვენი პატარა საქართველო. იქ სადაც თქვენ მუშაობთ, სადაც თქვენ მოღვაწეობთ, ყველგან პატარა კუნძულივით აისახება ადგილი, სადაც ქართული დროშა ფრიალებს ხოლმე. სათითაოდ მოგიკითხავთ, სათითაოდ მადლობას გადაგიხდით და მეიმედებით. თქვენ კი მინდა რომ აქ დარჩენილები, ანუ ჩვენ გეიმედებოდეთ და ყოველთვის გჯეროდეთ ერთი რამის, რომ აქ დარჩენილი თაობა არ არის ის, რაც თქვენ შეიძლება გულის სიღრმეში სრულად გეშინებთ. აქ ძალიან ღირსეული თაობა, აქ უფრთხილდებიან თავის ქვეყანას. აქ იჯერათ ერთმანეთს. თუ იმეს დახმარება სჭირდება, აქ ყველას ვეხმარებით. ყველა გვერდში უგდებათ ერთმანეთს. უბრალოდ გჯეროდეთ, რომ აქ ეს საქართველოა, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად და ხმამაღლა ამბობთ. იქ ჩემი საქართველოა. დიახ, აქედან საქართველოს უძველესი დედაქალაქიდან, სატახტო ქალაქიდან, ცხეთიდან მოგესალმებით. ეს არის საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონიალის მეგას მიერ ორგანიზებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ფესტივალი სახელად პატრიოტი. დიახ, აქ ის პატრიოტები არიან, რომელსაც ყველაზე მეტად მოეთხოვებათ საკუთარი შრომით და საკუთარი სწავლით დაუმტკიცოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ საკუთარ მშობლებს. აი მე მთელს ქვეყანას ის რომ ისინი პატრიოტები არიან. დღეს აქ ასეთი პატრიოტები შეიქმნა. ყველა ჩვენ ბრძოლას ვაწარმოებთ, ზოგი მიკროფონით, ზოგი კალმით, ზოგი არ ვიცი სიუჟეტებით და ასე შემდეგ. ზოგიერთები საფეხბურთო მოედანზე აწარმოებენ ბრძოლას. ზოგიერთები ტატრამზე, ზოგიერთები ქარხნის ჩარხეთთან. მაგრამ ის ქართველები, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ამ ულამაზეს სცენაზე გამოვიდნენ, საკუთარ ბრძოლას ცეკვით აწარმოებენ. მათი ვალი სწორედ ეს არის. იცეკონ და კიდევ ერთხელ ემსახურო იმას, რაც ყველაზე სატრაბახო აქვს საქართველოს. ეს არის ქართული ხელოვნება. ეს არის პატრიოტიზმი. ანუ ვაკეთოთ ის და ვიბრძოლოთ იქ, სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია. ხოლო ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო. 2026 წლის 5 აპრილს ბზობის დღესასწაულზე ცხეთიდან აი ამ ხალხთან ერთად მოგესალმებით და ტაშით მინდა მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომელსაც ასე გვეიმედებით და ადამიანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იქით ჩვენ გვეიმედებიან. მადლობა ძალიან დიდი და დევანდელ ჩვენს გახსნილ ფესტივალს უკვე გახსნილად ვაცხადებ. ახლა კი კიდევ ერთი მადლობა ხარისხიანი მაყურებლობისთვის. დანარჩენს ჩვენ აქედან ცხეთიდან გავაგრძელებთ და კიდევ დიდ იმედს ჩაგისახოთ. ნახავთ როგორი პატრიოტები დგანან ქართულ სცენაზე. ვიცით. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით დარბაზის ყველა კუთხე კუნძულში ყოფ მაყურებელს. უბრალოდ ყოველისა ბზობის დღესასწაულს გილოცავთ. გილოცავთ და ყველაზე მთავარს გისურვებთ. და ჩემი აზრით მთავარი ალბათ ის არის,
რომ ჩვენი შვილები ყავდეს ჯანმრთელები და ბედნიერები. ჩვენი ძმისშვილები, ჩვენი დისშვილები, ჩვენი ოჯახის წევრები. ჯანმრთელობის ფასი არაფერი. ეს ყველამ საკუთარ თავზე გამოცადეთ და შემდეგ ყველაზე მთავარი მშვიდობა. ზოვის დღესასწაულზე ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებ. მინდა რომ ერთი რამის გჯეროდეთ. ის რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ მხოლოდ იმ მაყურებლისთვის, რომელიც 100,000-ობით არის და რომელიც ტელეკომპანია ვარსკვლავების დახმარებით ჩვენ გვიყურებს დედამიწის ყველა კუთხე კულტურაში. უბრალოდ თქვენც მინდა ის რწმენა გაგიძლიერდეთ, რომ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც შეიძლება ჩვენ ამას ვიღაცები გვანახეთ. პირიქით, ჩვენ უმაგრესი შვილები გვყავს, უმაგრესი შვილები გვყავს. იცით როგორი ბიჭები არიან და როგორი გოგოები პოლიცებში? იცით? აი, ირჯვას რომ იწერენ და ისე რომ გამოდიან სცენაზე. აი, ეგეთი გოგო ბიჭები არიან. ამისთვის მშობლებო, თქვენ მადლობა, რომ ასეთებად გაზარდეთ ეს ბავშვები. რომ ირჯვარის ერი გამოდიან სცენაზე. მე რა თქმა უნდა, ბოდის მოგიხდით იმისთვის, რომ თქვენიც 21 მარტს უნდა ყოფილიყო ჩვენი ფესტივალი. მიზეზიც იცით, რატომ გადავდეთ დღევანდელ დღეს და რა სიმბოლურია, რომ ზოვის დღესასწაულს დაეპყრო ეს ყველაფერი 5 აპრილს და მადლობას გადაგიხდით იმ მოთმინებისთვის, რა მოთმინებას ჩვენ დავჭირდა. და კიდევ იცით, ვისთვის გადაგიხდით ქართველებო მადლობას და არა მხოლოდ ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო. იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ გარეულ და განსაკუთრებულ შიდა მტერს, როგორ შეუძლია ერთ პატარა მოვლენას ჩვენი გაერთიანება. დიახ, უწმინდესის და უნეტარესის გარდაცვალებიდან ჯერ 40 დღე არ გასულა, მაგრამ აუცილებლად მინდა პატივისცეთ უწმინდესის ხსოვნას, რადგან ზუსტად ვიცი, იქიდან ლოცულობს ის თქვენი და ჩვენი შვილების. ფეხზე წამოდგომით პატივისცეთ ჩვენი უწმინდესის ხსოვნას. დიდი მადლობა. ახლა კი ცოტა მეც გავიხსნები, ცოტა თავისუფლად ვიქნები, მაინც დაშტამპული ყოფნა სცენაზე არ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა რამდენიმე მკითხა, ესე როგორ ხდება, არც პროსტი გიჭირავს ხელში, არც დაკრული გაქვს სამხრეთ და არაფერი. მოკლედ დასარალებულ მდგომარეობაში ვდგავარ ახლა თქვენს წინაშე, ხარმოტეხილი და ფეხნახტო. მაქსიმალურად ვცდილობ ეს არ შევიდე. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სახურება იმ ადამიანების, ვისაც ჩვენი მომავალი თაობა გვქვია, ეს უფრო მნიშვნელოვანია. და ამიტომ მინდა ერთი რამ ასწავლოთ თქვენ შვილებს. დაცემა არ ნიშნავს განადგურებას. რამდენჯერაც დაეცემიან, იმდენჯერ მიეცეთ საშუალება, რომ წამოდგეთ. უკან ნახეთ. ტრაქზე წამოაყენეთ და ისე წამოაყენეთ, მაგრამ მიახვედრეთ ერთ რაღაცას, რომ დაეცემიან, ისინი უნდა წამოდგნენ. ეს არის მთავარი, იმიტომ რომ ჩვენ სულ სხვა თაობა ვართ. ჩვენ გავიზარდეთ თაობა, რომლებსაც პრობლემები გქონდა. ამ პრობლემებმა ჩვენ გაგვაძლიერა. ასეთები უნდა გავზარდოთ ესენიც. ასეთები უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილებიც. იმიტომ რომ ისინი არიან საქართველოს მომავალი და პრობლემებთან დაჯახება არ ნიშნავს აპრიორი დამარცხებას. ეს მივახვედროთ რამენაერად, რომ პირიქით პრობლემებმა გაგვაძლიეროს და მასთან ჭიდაობამ გაგვაძლიეროს. სწორედ ამიტომ დავარქვით ჩვენს ამ ლამაზ ღონისძიებას ასეთი სახე, პატრიოტი. ჩემს მეგობარს და თქვენთვის ძალიან საყვარელ ადამიანს და ყველა საყვარელ ადამიანს თემურ ციკლაურს უყვარდა ამ სიტყვის გამოყენება. ვერ გავიგე რატომ აღარ ხმარობენ ამ სიტყვას და იყენებენ სიტყვას პატრიოტი. ვითომ რა ეს ასეთი მიუღებელია სამბურდო ერთ-ერთ ინტერვიუში? არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველა ერთმანეთის პატრიოტიზმით ვარსებობთ. ჩვენ ამ ქვეყანაში ვართ და ჩვენ ამ ქვეყანაში ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ეს უკვე პატრიოტიზმია. თქვენი შვილები რომ სწავლობენ, ეს უკვე პატრიოტიზმია. ამიტომ გავაგრძელოთ ასე და მაქსიმალურად ვესადოთ, რომ ისეთი შვილები გავზარდოთ და ისეთი ბიჭები რომ გაიზრდებიან გოგონები რომ ეყვარებათ და ისეთი გოგონები გავზარდოთ, რომ გაიზრდებიან ბიჭები რომ ეყვარებათ. აი ესეთი საქართველოა ჩვენი მომავალი საქართველო. მივიხვდით ალბათ ის რაც მინდოდა, მაგრამ თუ იმას გონია რომ საქართველოს მომავალი ასეთი არ არის, აი ის ნამდვილად ბევრჯერ წაიკრებს სხვის. ასე იყო, ასე არის და მაგალითად ასე იყო. ახლა კი დღევანდელი ჩვენი ფესტივალი გახსნილად გამომიცხადებული.
სამეგობროსაც, შენს ანსამბლ ფანტაზიასაც, ნანამასწავლებელსაც მე ხვალ ესე თქვენთან ვარ კორში და შენს ძმასაც, რომელსაც ახლა მიკროფონს გადაულოცავ და შენზე არანაკლები მომღერალია შენი ძმა. შენზე 2 წლით პატარა ალიკა მინდა მოვიწიოს სცენაზე. მოდი, ალიკა ნასკიდაშვილს დაუთმობს ძმა-ძმას გადასცემს მიკროფონს და ალიკა შეგვისრულებს სიმღერას, რომელსაც მე მთელი ბავშვობა ვფანობ. მოგზავნით და მათი კუთვნილი ჯილდოები ჩვენ უკან შეგვიძლია ამ ორ ვაჟკას პირველი პატრიოტის მედლები ჩამოვკიდოთ და მადლობით გავაცილოთ ჩვენს ულამაზეს ქართლის შუაგულში. დიდი მადლობა შენ და შენ ძმებო ნასკიდაშვილებო. ეს გოგონა არის მარიკა მირონაშვილის მოწაფე. მასწავლებლის და მოწაფეც ორივე მაგრები არის, მაგრამ ამ შემთხვევაში სცენაზე მოწაფეს უნდა უხო მასწავლებლის გარეშე. და ის სიმღერა, რომელიც ლილიკომ დაწერა ირინას ტექსტზე, ერთ სიტყვაში აისახება რაც არის, მას ქვია ხორუმი. და მარიამ ნანავას მინდა დაუთმოს სცენა, ჩემო ლუკა და აი ეს ხორუმი დავაშევოთ და ჩემო მარიამ რა ხორუმსაც მარტო ცეკვაში კი არა, სიმღერაშიც ასე ვნატრობ ყველა. ლუკა, გთხოვ ჩემო ლუკა. ჩვენი სპეციალური პატრიოტის დიპლომი და ჩვენი სპეციალური მედლით, რომელიც შენთვის არ იქნება უკანასკნელი. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მარიკა მასწავლებელს. სხვადასხვის გადავდივართ ქორეოგრაფიულ ნაწილზე, შემდეგ ფოლკლორულ ნაწილზე და ჩვენი პირველი სტუმრები აჭარი და გონიოდან არიან. ეს არის ანსამბლი მაჭახელა. მათი ხელმძღვანელი ბატონი ზვიად მალაკმაძეა და როცა ვესაუბრებ პირველად რაც ამ კაცში დავიჭირე ხო ახლა ადამიანს რო ვესაუბრები მარტო რაღაც საქმიან საუბარს არ აწარმოებ მასთან და გინდა რომ რაღაც იდეურადაც ახლოს იყოს შენთან ხო იმდენად ახლოს მოვიდა იდეურად იმ თემასთან რა თემასაც ახლა ჩვენ შვლით პატრიოტიზმ რა თემასაც ჩვენ ვეფერებით რომ ჩავთვალე რომ ალბათ ზუსტად იქიდან საქართველოს ამ ულამაზესი კუთხიდან უნდა დაგვეწყო დღევანდელი ჩვენი ქორეოგრაფიული ფესტივალი. ხო და ჩემო ლუკა, ჩვენი ანგელოზები მზად არიან, ჩვენი მაჭახელა დგას პოლსზე და ჩვენი პირველი ნომერიც შეგვიძლია გასცილად გამოვაცხადოთ. გთხოვთ მას.
იმიტომ რომ ქუთაისი არის ის ქალაქი, რომელიც ყველა ქართველს ძალიან გვიყვარს. ქუთაისია ის, სადაც პატარა ბიჭები კაცობას სწავლობენ, ერთმანეთის პატივისცემას, მშობლების სიყვარულს და აი ესეთი სიყვარული და ესეთი დისციპლინით ქუთაისიდან ჩამოგვივიდა აი ეს ნეფურად გაბრწყინებული და სახე აწეული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი სამეფო, რომელთა ხელმძღვანელი თავად ბატონი ირაკლი ბაბუხადია და მადლობა ირაკლის ასეთი კარგი ბიჭების და გოგონებისთვის. რაც ეკვა შემოგთავაზებია სიმართლე გითხრა აჭარული ფორმა აშკარად აჭარული. კი ბატონო, ესე იგი იმერლები აჭარებს ვეჯიბრები. აბა მიდი ახლა რომელს აჭარებს. ლუკა, მიდი აბა შევაჯიბროთ, გაუშვი. მე სიმართლე გითხრა, როგორც ორგანიზატორს და როგორც მაყურებელს, ყოველთვის უფრო სულისკვეთება მაინტერესებს ხოლმე. თორე სადგასმა იქნება, სათხაზი სწორად. ამ შემთხვევაში შეიძლება მეორე ხარისხოვანი იყოს, იმიტომ რომ ისინი ასე სწავლობენ. ყველა აბსოლუტურად და მადლობა აი ამ ჯიგრული ქუთაისური ამ ჩვენ კიდე შევხვდებით. დროებით, მხოლოდ დროებით. იმერეთში ვიყავით, უბრალოდ აჭარაში ვიყავით, იმერეთში ჩამოვედით, იმერეთიდან სად მივდივართ? იმერეთიდან ჩემ ქართველებთან ჩამოვსულოთ და ქართლიდან, კონკრეტულად კი ბორჯომიდან გვეწვია ომარ ხეიძის სახელობის ანსამბლის საკონცერტო ჯგუფია სხვათა შორის ეს და მე ამ ქალბატონებს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. ისინი სახელმწიფო პრემია მეგას მფლობელები არიან. იმასაც გეტყვით, რომ მეგას შემდეგი დაჯილდოება, ანუ რიგით 27 დაჯილდოების ცერემონია ამავე დარბაზში გაიმართება 14 ნოემბერს წლის ბოლოს და მათ უკვე აღებული აქვს ეს ჯილდო 2 წლის წინ თუ არ ვცდები, მახსოვს როგორ ამაყად დააბიჯებდნენ წითელ ხალიჩაზე. მე მადლობა აუცილებლად მე მისის ნინო ყეინიშვილს და ქართულ სალომეს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ თქვენი მუშაობა თვითონ ეს ახლა რა სიტუაციაშიც ხართ თქვენ და რა მდგომარეობაშიც ბორჯომში აშკარად მოითხოვს იმ ენერგიას, რა ენერგიაც ზუსტად ეხლა უნდა გამოავლინოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ხო იცით როგორ არის? თუ დაარქვათ, ბოლომდე უნდა დაარქვათ. აი ესეთი თემა, ამიტომ გისურვებთ წარმატებას.
გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეთში და გაიქნებოდა ფესტივალი პატრიოტი ქიზი ყელების გარეშე. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ დღევანდელ ჩვენს ღონისძიებაზე არ გამოვიდნენ. სწორედ ამიტომ სიგნალები დაიკავებენ ახლა სცენას, ისე კოხტად დაიკავებენ და ისე კოხტად გვაჩვენებენ თავის ცეკვებს, ანსამბლსაც კი ასე ქვია, ქორეოგრაფიული ანსამბლი კოხტა. და ჩვენი სიგნალის სტუმრების ხელმძღვანელი კალგონ თეო დემეტრაშვილი, ბავშვები კულისებში მზად არიან, აი ესე ლამაზად პირჯვარს იწერენ და ეცდებიან რომ ხო, აგვახალისონ ყველა ერთად. აბა ლუკა, გამოვიშვი ფიზიკური. საქართველოს სხვა კუთხე გამოიჩენს თავის თავს და ისეთი ხალხი წარსდება თქვენს წინაშე, ჯერ მარტო რომელთა ხელმძღვანელების პროფესიონალიზმში 100% ვარ დარწმუნებული და მე იმ გოგო ბიჭებში ხო საერთოდ ახლა კულისებში როდგანა და დროზე მორჩი ლაპარაკს უნდა დამუდგნათ სცენა გაგვიშვი სცენაზეო. თვალებით რომ ელაპარაკებია და განსაკუთრებით ეს 3 მეტრანახევრიანი კაცი აგენ. გასაპირებს არ ვიცი, მაგრამ ყველა ერთად ვნახავთ. ვინ არიან? ეს არის ისეთი ხალხი, რომელიც რო გამოვა, გამოანათებს აქ. მართალია არა წითლად, მაგრამ მწვანედ, თუმცა მაინც სიყვარულის ფერში. ეს არის ქორეოგრაფიული ანსამბლი მნათე. ჩვენი დუშეთიდან არიან, ჩვენი სტუმრები, ტაჟიდმირეს ამბობ და სალომე მარკოიშვილია მათი ხელმძღვანელი.
ჩემი ულამაზესი ქალაქი და ჩემ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, აი რო არ ვაქო და არ ვადიდო თვითონ ეს ქალაქი და მე ეს ქალაქელები და საერთოდ ეს რეგიონი არ შემიძლია სუბიექტური ვერ ვიქნები, იმიტომ რომ მე თვითონ საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში, ქალაქ ხაშურში ვარ დაბადებული და ძალიან ვამაყობამით, გაზრდილი ვარ რუსთავში, მოღვაწეობ თბილისში და მიყვარს საქართველოს ყველა ქალაქი. გაგრიდან დაწყებული, ახმეტით დამთავრებული. მაგრამ მადლობა ვინც მიხვდა რა ვთქვი. მადლობა ეხა იმ ქალაქის კოლორიტს, კაცს, რომელსაც ხელოვნება უყვარს თავის ბავშვობიდან დაწყებული იმ ასაკამდე, რა ასაკშიც ახლა და ახლაც ასე მსახურობს ამ ხელოვნებას. ტყიბულზე მაქვს ხალხო საუბარი და ტყიბულში უდიდესი კულტურაა ქართული ხელოვნების. არ მხოლოდ საესტრადო და მუსიკალური, მაგრამ აი ეს ქორეოგრაფიული კულტურა, რომელიც ბატონმა ჯემა ბოცვალძემ აი აქ დაამკვიდრა და ფესვი დაუდგა, ხო, ჩემთვის არის ძალიან მისაღები. ჩვენ ხშირად სტუმრობთ ხოლმე ტყიბულ ქალაქს, ჩემი ბიჭების პროექტებით მოგესალმებით ბესო კალანდაძე, ორი ჯუჯა, ნუგზარ ერგემიძე, ზურაბ კობეშაძე, ერთად დავდივართ ხოლმე და ამას წინათ ვიყავით ტყიბულში, მოვეფერეთ ტყიბულელებს და იქით მოვეფერეთ კიდე ტყიბულელებს. ახლა ისინი არიან ჩვენთან სტუმრად. ეს არის ანსამბლი ოკრიბა, რომელსაც კიდევ ერთხელ ბატონ ჯემალს მადლობას გადაუხდი და ესეთ პატარა ლამას ძალიან საყვარელ ცეკვას შემოგთავაზებენ, რომელსაც სახელად ჰქვია თია ქალთა შეჯიბრი. სწორად ვაცხადებ, მას ლუკა შევაჯიბროთ მთიელი ქალები ერთმანეთს. ხო?
ერთ-ერთი სოფელი, სადაც გვარი გადაიძეებიებდნენ და პირველად შევქმენი კვარტეტი, სადაც იყო 3 ჩემი ძმისშვილი და 1 ჩემი შვილი. და იმის მიერ მოდელი, ესენი უკვე დიდები არიან, შვილები ყავთ. ასე მოვიდით ამ ლაშები ახლა ხო და ტაში მაშინ აი ამ ლაშებდა თქვენ გაგონდა 35 წლის წამოვიდნენ ბავშვებო ამხელა ისტორია გხვდებით თქვენ 35 წლისანები ვიქნებით მე ლაშეში სხვა თაობა იქნება კიდე და ასე თაობიდან თაობას გადაეცემა ეს ყველაფერი მადლობა და აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი სტუმრები ჩვენი ულამაზესი აჭარიდან ძალიან მადლობა გავდუმანა კიდევ ერთხელ და შევხვდებით დაძინდობის ცერემონიაზე ახლა ისევ სიყვარულის ქალაქში მივდივართ თუ მოვდივართ ვერ გავიგე მაგრამ თავარი ერთ ადგილზე არ ადგავართ ამიტომ სიგნალები უნდა მოიხმოს სცენა და ისეთი ლამაზი სახელი ქვია ამასავს ისეთი სასურველი ისეთი აი ყველას რომ უნდა და განსაკუთრებით თანამედროვე სოფლიოში რომ იყოს და არსებობდეს აი ის სახელი ქვია ამასავს მე არ ვიცი ვინ მოუფიქრა ეს ყველაზე ლამაზი სახელი მათ მაგრამ ალბათ მარიამ ტალიაშვილის დამსახურება იმიტომ რომ თავად არის ამასამის ხელმძღვანელი და მე რო ვკითხავ დაჯილდოების ცერემონიაზე სიგნალიდან შვიდობა გვესტუმრა ოღონდ ამჯერად ანსამ შვიდობაზე მაქვს საუბარი და თავად მარიამი ძალიან დიდი მადლობა არ ვიცი ვის შეურჩია ეს სახელი შენ ხარ ესე იგი ნათლიას და ყველაფერს შვიდობა გქონდეს არა მხოლოდ შენ ანსამს ჩვენს და ყველას ერთად და მოდი სოფლიოსაც უსურვოთ შვიდობა ბავშვებო გთხოვთ სცენაზე მოდით ჩემს ვეტერან მეგობარს ბატონ დონი ფანსულიძეს ხო მომზადე სცენაზე და ბატონო დონი ამომზადე ჩემთან ერთად და ამეხმარეთ ამ ადამიანების მოფერებაში რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვეტყვით ჩემი ქალბატონები ჩემი ვაჟბატონები კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ ყველას იმედით რომ გვერდით და ასე გირსეულად ჩავამთავროთ ჩვენი ფესტივალის პირველი ნაწილი ბატონო დონი ფანსულიძე გეწევი ამომზადე ფორმაში თუ დაინახავთ სამხედრო ფორმაში დიდვა აგერა ბატონო დონი ამომზადე ტაშით მივეგებოთ აფხაზეთის ზოლის მეომარი ჩემი მეგობარი ჩემი თანამებრძოლი ბატონი დონი ფანსულიძე ეს ის დონია რომელიც მტერს შიშის არსებდა ხოლმე და ახლაც ასე იქნება ყოველთვის ასე წელი მე ასე მარჯვენა ცოტა თამოტეხილად ჩამოგართვა შეიძლება სულ არ მეტყობოდეს მაგრამ ცოტა დაზიანებულია მაგრამ რა დაზიანებაა იმასთან რაც ჩვენ იქ ერთად გავიცადეთ ბატონო ძალიან დიდი მადლობა ყველაფერთვის სოხუმიდან დაწყებული დამთავრებული საქართველოს ყველა რეგიონი და მადლობა იმისთვის რომ ჩვენ ამ ბავშვებს და ბიჭებს და მეგობრებს მოტივაციას ვაძლევთ რომ გაიზარდონ ქართულად გაზრდა კიდე რას ნიშნავს შეხედეთ
და მე მივხვდებით რას ნიშნავს თასავით და ამახად საქართველოში. ამოგისმენდები ბატონდონის და ყველა მეომარ ქართველს ვინც ჩვენი საქართველოსთვის იბრძოდა, იბრძვის და აგრძელებს ბრძოლას. ახლა კი ვიწყებთ დაჯილდოების ცერემონიას შემოვუყა და გოგონებო, აჭარიდან დავიწყოთ. შემოვძანთ სცენაზე და ბატონდონის ჩააბარეთ მის გადასცემს. ეს არის პირველი, ხო? ქართული ქორეოგრაფიის და ფოლკლორის საქონელო და მეგა ფორუმი ფესტივალი პატრიოტი 2006 აჯილდოებს ქორეოგრაფიულ ანსამბლ მაჭახელას და ხოს ორივე ხელვაჩაუსაც და რა თქმა უნდა ჩვენს ულამაზეს გონიოსას. თავდო მამუნა სად არის ჩვენი შეფი? აგერ შენოგაც ვერ დაგინახავ. გადაუნაწილებ და თითო ჯილდო ჩააბარეთ. სამხედრო მედლები არა, მაგრამ ჩვენი გულითადი ხუთჯვრიანი მედლები თქვენ. მადლობა ყველაფერთვის. ძალიან დიდი მადლობა იმ ბავშვებისთვის და იმ საქმისთვის, რასაც იქ ემსახურები, სადაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენ მსახურება. ყოჩახ, ბრავო და ასე გააგრძელეთ. არ დაიღალო. ჩვენც არ დავიგლებით ამათი ფერებით დონი ბატონო. ანსამბლი მაჭახელა. ქერო მამაქალაქია და ქერო მე ძალიან მიყვარდა. ქერო პირველი შეყვარებული ამ ქალაქიდან ყავდა. იმ ქალაქელებს მინდა მოუხმო. ჩემი ქუთაისელები, ქორეოგრაფიული ანსამბლი სამეფო. მინდა მოვიწვიო სცენაზე და ირაკლი ხაბუხადია. ირაკლი ჩაიბარე. ბატონდონი თქვენი ხელით გადაეცით. ეს ჯილდოები და მშვიდობა გვენახოს ჩემო ირაკლი. შენც ჩვენს დანარჩენ საქართველოსაც ყველგან და ყოველთვის. გაიხარე და მადლობა ასეთი ღირსეული ბავშვებისთვის და გაუმჯობესებისთვის. აბა შემდეგი. ჩემი ლამაზი ბორჯომელები, ბატონო დონი. შემდეგი გვეყოლება ქორეოგრაფიული ანსამბლი მერმისი. და მერმისელების ნინო ბატონო დონისგან ჩაიბარეთ თქვენი კუთვნილი და ესეც მერმისის ყველა ბავშვს შოთაშორის სათითაოდ ყველა მოსწავლე შეხვდება პატრიოტის 2026 საპატივცემულოდ შესაბამისი დიპლომები და შესაბამისი მედლებით სათითაოდ ბავშვებს. ჩემი კოხტელები მოვიდნენ. ქორეოგრაფიული ანსამბლი კოხტა, ასე კოხტად რომ გამოდიოდნენ სცენაზე და ჩამოგვიტანეს ჩვენი ლამაზი სიგნალიდან ის ცეკვები, რაც ჩამოგვიტანეს. მინდა მთელი გულით და სულით მოვიფერო. თეო, სად ახალ? იქით რატო ვიყურებდი გასაოცარი? ჩააბარეთ მისი კუთვნილი ჯილდო. ესეც შენი ულამაზესი მოსწავლეებისთვის, ჩემო თეო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი შრომის, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ვიცოდეთ თეოს რა ისტორია, ეხლა არ ვიცი, შეიძლება არ მოვყვებოდა, მაგრამ უნივერსიტეტში ჭოროვდი. ეს არის ქალბატონი, რომელიც თავის საკუთარ ფესვებს იქ დაუბრუნდა, სადაც ფიზიკია, იქ დაუბრუნდა, სადაც ქართული საქმის კეთება შეძლო. მისი ლამაზი ბებიის გარდაცვალების შემდეგ და მადლობა ამ ქართველობისთვის შენ. აი ამისთვის მადლობა. გუმანათებ თვალებში ცოტა შოუს გაწიე, რადგან ანსამბლი ნათე უნდა გამოვაცხადო ახლა სცენაზე. აბა ჩვენი ნათე მომწანდება მოცურას, მოგოქმაროს თუ რა შევა არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი რომ თავის პროფესიონალიზმით გამოირჩევა, ფაქტია. სალომე, მადლობა იმ სიზმარისთვის. აი მარტო სხვა თუ არაფერი რა. იმიტომ რომ ასეთი კეთილი სიზმრები დასიზმრებოდეს ყველას და რაღაცა ცოტა იმედიანი, იმიტომ რომ ბატონდონი ჩვენ იმედი გჭირდება და მშვიდობა გჭირდება და ეს არის თავი. მადლობა, მომიგიწე დუშენ და მე კიდევ ამოვარ დუშენში. ხილაშიც მოვდივარ, არ გეგონოთ რომ არ მოვდივარ. აბა შემდეგი. ჩემი კეთილები, ჩემი ძალიან მაგარი კაცი და შრომელი ადამიანი, როგორც ყველა და პატრიოტი კაცი. არ ვიცი, მე სხვათა შორის კეთილის ამასთან როცა ვაცხადებ ხოლმე ოკრებას ყოველთვის მინდა რომ ბატონო
გადაეცით აი ეს მედლები და ეს საჩუქრები, რასაც იმსახურებთ აუცილებლად ოკრიბერები. ხო, ძალიან დიდი მადლობა. ერთხელ ოკრიბას. მადლობა. აბა შემდეგი ვინ მოდის მათ მომავლიდან? ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ჩემი არის ფოლკლორი რო ისმის სამგოგოს ისე მე მგონია ხოლმე რომ ძალიან იშვიათი თემი ჩამოსადგურებია ასეთი ხალხი. ანსამბლი გლორი და ანა გულედანი, ანატოლიძე მახსენე ახლა მე სადაც რომელიღაც შეხვდება. ანატოლიძე ობაგატია. ადონოდონი ჩაიბარეს ჩემო ანი ფინიკულტურული საჩუქრები და ეს ყველა ბავშვს სათითაოდ ჩვენგან მედლები და სათითაოდ ჯილდოები. მადლობა. აბა ვიყავს საიდან მოვდივართ ჩემონათია ახალციხიდან მოვდივართ მაშაძე ხმალესკეთიდან მოდის ჩემთან და აუცილებლად ნათია ღვინიაშვილს უნდა ვთხოვო მომზადე ჩემო მაგარო ადამიანო და ჩემო კარგო კეთილო ადამიანო ის საქმეს რასაც შენაკეთებ იქ მესხეთში მართლა მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო და არ მოვხვდები ამ მიზეზებს იმიტომ რომ ეს ის რეგიონია რომელთაც ჩვენ ვამაყობთ მადლობა ამ სიამაყის გაზიარებისთვის შენ მადლობა ხმა მესხეთიდან ჩემი ქალბატონი მანანა რომელსაც რეფერები და რომელსაც პროფესიონალიზმით არის განორჩეული ქალბატონი. მაშასე შემდეგი ძვირფასწორი მაყურებელო ჩვენი სტუმრები ულამაზესი აჯერიდან ანსამბლი ლაშე მინდა მოიწვიოს სცენაზე და ქალბატონი მანანა გაბაიძეს მინდა უხმო. ჩაიბარეთ თქვენი სპეცდიპლომი და აი სპეცმედალიონი აფხაზეთის ომის ვეტერანებისგან ჩვენგან სამახსოვრო ქართული სულის სამხურებისთვის ქალბატონო მანანა. მადლობა თქვენ. ყველა რომ ნატრულობს ეს ის არის ჩემონათია და ჩვენც რომ ნატრულობს და მსოფლიოს რო გაუხდა სანატრებელი ეგ არის? ძალიან კარგი. მაშინ მარია ტალიაშვილი მოვიხსნოთ და ანსამბლი მშვიდობა გავახაროთ ისე როგორც თვითონ გაგვახარა თავისი მშვიდობიანი და ულამაზესი სიმღერით სხვათა შორის. ძალიან დიდი მადლობა. და სიმბოლური იყოს საფრანგეთის ომის ვეტერანებისგან აი ეს რადგან შენ მშვიდობა გვია და ყველაზე მაგარი საფრანგეთის ძალიან დიდი მადლობა და მოიქო რა სიმბოლურია ჩემო ბატონო დონი რომ მშვიდობით დავამთავრეთ ჩვენი გევანდელი დაჯილდოების პირველი დღე. მოგესალმებით ჩვენს ვითარება დაძაბული შესაძლებლობები ტერიტორიებში ნაწილებები ჩვენ ვარჯიშის არც არის ჩვენ ერთმანეთს ვიძებდებით კულტურას ცეკვა სემინარში მადლობა მომზადებისათვის მადლობა ჩემი ბიჭებისათვის და ყოველთვის ასე მშვიდობა მოფიქრო საქართველოში საქართველოს გადაშენება არ უწევია. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო ეს იყო ჩვენი პატრიოტი 2026-ის პირველი ნაწილი. ახლა მეორე ნაწილისთვის მომზადებით და ისევ მოგეფერებით, ისევ იმედს გაჩუქებთ, ისევ სიყვარულს გაჩუქებთ და ისევ სიკვდილს, რადგან თავარია სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე.